არა სალამი როგორ ხარ? გამარჯობა, კარგად. პირველ რიგში სანამ კითხვას დაგისვავ, გილოცავ ყველა იმ მიღწევას, რომელიც 23-ში ქონდა და კიდე ერთხელ გაგიმეორებ, რომ ძალიან ვამაყობთ შენით. მადლობა. ზურიკოსთან ვართ ეხა, ესეთ წინა საახალწლო გადაცემას ვწერთ რა და ზურიკოზე რას გვეტყვი, აბა, როგორ დაგვიხასიათებ ზურიკოს და როგორ გაიხსენებ ზოგადად თქვენი მეგობრობა, საიდან იწყებს სათავეს და როგორია როგორც მეგობარი? პირველ რიგში ალბათ პიროვნებას უნდა შევეხო რა. ძალიან მაგარი პიროვნება და ალბათ იმიტომ რომ ძალიან მაგარი მშობლები ხავს, ადამიანი ძალიან მაგარი ადამიანია, იმაზე მაგარი ადამიანია, ვიდრე ფეხბურთელი რა. ფეხბურთელი საკმაოდ ძლიერია, ძალიან მაღალ დონეზე შეუძლია თამაში. ანუ ფეხბურთს თუ მეკითხებით, იმაზე ბევრად მაგრა შეუძლია, ვიდრე ეხა ნახებს და ძალიან მალე ისეთ შედეგებს დადებს, რომ ალბათ ესეთი საუკეთესო ვიდეო მსოფლიოში და მე მაგას ვეუბნები ხოლმე, მასაც მაგაზე ვლაპარაკობ და ბევრმა ადამიანმა არ იცის ზუკა როგორ ცხოვრობს და მე ხედავ ხოლმე ნაკრებში სულ საუბრობთ, ანუ ძალიან დიდი პროფესიონალია რა მართლა და ძალიან ბევრს მიაღწევს და რა ვიცი, ძალიან მაგარი ადამიანია, ძალიან მაგარი ფეხბურთელი არის და რა ვიცი, სიტყვები არ ყოფილა მართლა და არა, აი, ძალიან რაღაცა შეეხება, რომ არავინ არ იცის როგორ ცხოვრობსო და აი როგორ ცხოვრობს, აი რა არის ის, რაც არ ჩანს. შენი როგორც აი მეგობრის თვალიდან დანახული. არის ხომ ესეთ შემთხვევები, რომ არის ესეთი დრო მაგალითად, რომ ძალიან დაღლილები ვართ, მაგრამ აი ადგება ხოლმე და იტყვის, რომ აი მოდი ჩავიდეთ ტერაჟოში რაღაც გავაკეთოთ, ან აი საუნაში ჩავდივარ მე და ძალიან ისეთი ძალიან დიდი პროფესიონალია რა, ბევრი არ არის ეგეთი პროფესიონალი და რეალურად ეგეთი ისინი არ ჩანს ხოლმე ფეხბურთის გარეთ. ეგეთ ნიშნებს. ბევრამეს იტყვის ცხოვრებაში და რა ვიცი, ძალიან ბევრი ისაა ჩამოთავო ალბათ დილამდე არ მეყოფა ეს ყველაფერი. და ბოლო კითხვა, თუ გახსოვს როდის დაიწყეთ, ანუ როდის დაიწყეთ ერთად ვარჯიში არა, აი როდის მიხვდი რომ ის შენი მეგობარი აუცილებლად უკვე უნდა გახდეს და როდის გახდა შენი მეგობარი, როდის იყო ეს, როდის მოხდა? ჩვენ ანუ 11 წლის 12 წლის ვიყავით ეს დინამოს აკადემიაში მოხვდით ერთად. ზუკას მამა იყო ჩვენი მწვრთნელი და ყველა იქ ვინც თამაშობდით ძალიან მეგობრობდით ერთმანეთთან ოჯახებით ყველა და მე და ზუკას ესეთი ძალიან შიდა ურთიერთობა, ძალიან ძმაკაცობა დავიწყეთ უკვე უშუალოდ